საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი STEM ოლიმპიადა უკვე მეორედ გაიმართა. წელს შესარჩევ ეტაპზე 130 სკოლა იღებდა მონაწილეობას. ფინალისტებს შორის კი 10 გუნდი მოხვდა. გუშინ კი ალტე უნივერსიტეტში 4 გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა. ყველა გამარჯვებულს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. უფრო მეტი დეტალი ამ თემაზე ჩვენი სიუჟეტიდან მოვისმინოთ. საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის განათლებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია, რაც STEM ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს. წელს პროექტში მონაწილეობა 130-ზე მეტი სკოლის 130-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. თითოეული მათგანი 5 მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული და ისინი თეორიული ტურის ფარგლებში ფიზიკისა და მათემატიკის ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე მეორე წელია კომაროვთან ერთად მხარს უჭერს STEM ოლიმპიადას, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტმა სკოლამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო მონაწილეობა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, 10 ფინალისტი ეჯიბრება ერთმანეთს სხვადასხვა მნიშვნელოვან დავალებებში. ძალიან გვიხარია, რომ STEM-ი არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს ბანკი უჭერს მხარს, განათლების ხარდაჭერის მიმართულებით და ამაში ყავს ისეთი პარტნიორები, როგორიც არის კომაროვი, როგორიც არის ალტე უნივერსიტეტი და დღეს ველოდებით გამარჯვებულების გამოვლენას, რომელსაც გადაიცემთ მნიშვნელოვანი პრიზები საქართველოს ბანკისგან და სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისგან. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინალისტებმა და მათმა მენტორებმა 2 თვის განმავლობაში გადამზადების კურსი გაიარეს, რომელსაც კომაროვის STEM სკოლის გამოცდილი მენტორები უძღვებოდნენ. ჯამში 20 სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პროგრამირება, მასთან თავსებადი სენსორები და მოწყობილობების მართვა, მუშაობის პრინციპები და გამოყენება ისწავლეს. დღეს ჩატარდა STEM ოლიმპიადის დასკვნითი ტური, რომელსაც კომაროვის სკოლა საქართველოს ბანკთან ერთად ახორციელებს. ეს ოლიმპიადა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, სადაც მოსწავლეების პირველი ნაწილი იყო მოსწავლეების სასელექციო ნაწილი, სადაც შეირჩა საუკეთესო 10 სკოლა და ამ 10 სკოლის გუნდებს ჩაუტარდათ სპეციალური მეცადინეობები, ისწავლეს მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამება. დღეს ჩატარდა ფინალური ტური, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, გადაეცათ პრიზები. ეს ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ საგანთაშორის კავშირი, STEM საგნებს შორის კავშირი, კონკრეტული საინჟირო პროექტების შექმნა, ასევე სამომავლოდ მოსწავლეებისთვის სტარტაპ იდეების შექმნაში შეიძლება ინსპირაციის საშუალება იყოს ჩვენი ოლიმპიადა, რაც ძალიან გაგვახარებდა სამომავლოდ. ეს ადამიანები, ეს მოსწავლეები, რომლებიც დღეს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტებს შექმნიან, ჩვენ გვჯერა ამისი, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო ბაზისთვისაც. წელს პირველად STEM ოლიმპიადის მხარდამჭერი ალტე უნივერსიტეტი იყო, რომელიც STEM მიმართულების გაძლიერებას, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნას დაარსების დღიდან პრიორიტეტად მიიჩნევს. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია სწორედ ალტე უნივერსიტეტში გაიმართა. წელს პირველად ალტე უნივერსიტეტი არის STEM ოლიმპიადის მხარდამჭერი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ჩვენ სივრცეში ჩატარდა უკვე 2 ღონისძიება, დღეს ვუმასპინძლეთ უკვე ფინალურ ღონისძიებას STEM ოლიმპიადის. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ალტე უნივერსიტეტისთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს როგორც STEM-ით დაინტერესებული მოსწავლეების და მასწავლებლების ახალისებას, ასევე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგადად პოპულარიზებას სკოლის მოსწავლეებში. თვითონ ალტე უნივერსიტეტი თავადაც არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურს ტექნოლოგიების მხარდაჭერის მიმართულებით და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული STEM ოლიმპიადაც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოში და ჩვენ შევძლებთ, რომ ღირსეული მხარდამჭერები ვიყოთ მომავალ წლებშიც ამ ოლიმპიადის. თითქმიანმა შრომამ სხვადასხვა ეტაპებმა 10 შერჩეული ფინალისტისთვის საჭირო ცოდნის მიწოდებამ და მათთვის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვამ შესაბამისი შედეგებითაც ჩაიარა. 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, მათ შორის ერთი ფიზიკა-მათემატიკის ლიგიდან. ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ ამ ლიგაში გამარჯვება მოიპოვა. ძირითად ლიგაში კი ადგილების შემდეგნაირად გადანაწილდა. მესამე პოზიცია ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მეცხრე სკოლამ დაიკავა, მეორე ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ, ხოლო პირველობა თბილისის თავისუფალმა სკოლამ მოიპოვა. ყველა გამარჯვებულს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, ასევე ბავშვებს თავდაუზოგავი შრომისთვის. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ეს ჩვენთვის, სკოლისთვის. როგორც აღნიშნეთ, თავდაუზოგავად შრომობდნენ გაკვეთილების შემდეგ, სკოლის დამთავრების შემდეგაც დილიდან საღამომდე 10 საათი ალბათ გადაღმულად მუშაობდით ყოველ დღე. და
ამ შრომამ შედეგი დადო და გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით უკვე 5 წელზე მეტია განათლების მიმართულების აქტიური წამხალისებელია. სწორედ ამიტომ ბანკი მხარს 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს უჭერს, რითაც საქართველოში 500,000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის განათლების შესაძლებლობას ქმნის.